დიდი ბრიტანეთის მხრიდან ქართულ მაღალჩინოსნებზე დაწესებული სანქციები პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციისთვის ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხისადმი მეგობრობისა და მხარდაჭერის გამოხატვაა. ქართული ოცნების წევრები კი დაწესებულ სანქციებს მკაცრად აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ Deep State საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე სანქცირებულთა განახლებული სია გამოქვეყნდა. სიაში საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე მოხვდა, რომლებსაც გაეყინებათ ფინანსური აქტივები და ეკონომიკური რესურსები. Atsarna ისაუბროს ივანიშვილის რეჟიმის სახეებმა, რომ ბრიტანეთის კოლონია არ არის საქართველო. მათი ლოგიკით კიდევ ერთხელ ეს აჩვენებს იმას, რომ ისინი ზუსტად იმავე ნარატივით საუბრობენ, რა ნარატივიც აქვს რუსეთს, რომელიც ასევე სანქცირებულია. რაც შეეხება მტკიცებულებებს, აბა ერთი მაგალითი გამისახელონ კოკა კაციტაძის კანტორიდან, სადაც გამოძიება შედგა იმ მოძალადე პოლიციელების მიმართ, რომლებმაც იძალადეს მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე. ესეთი რამ არ არსებობს, შესაბამისად მტკიცებულებები არსებობს იმის, რომ შესაძლოა მაღალ ჩინოსნები იქნება ეს თუ პროკურორი თუ იქნება ეს მათ შორის კოკა კაციტაძე არიან იმ დამსახურებულად იმ სანქციების სიაში. დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა არის ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ მოხდეს იმ ადამიანების დასანქცირება, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესებში, ხო? და როდესაც ვსაუბრობთ ივანიშვილის ეგრეთ წოდებული ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებზე, ეს არის ხალხი, რომელიც აი ამ ყველაფრის ორგანიზატორი და უშუალო ამსრულებელი გახლავთ, ამიტომაც ძალიან ლოგიკურია და ბუნებრივია, რომ მოხდა მათი დასანქცირება. დიდი ბრიტანეთის სანქციებიც არის სწორედ ამის შემადგენელი, რომ საქართველოს მორჩილებისათვის უნდა იქნას გამოყენებული ბრძოლა მათ წინააღმდეგ, ვინც სამორჩილებას ეწინააღმდეგება. სწორედ ამ სტანდარტით არის დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება დასავლეთში გარკვეული წრეებისათვის მიუღებელი და სწორედ ამიტომ არის 2024 წლის საარჩევნო გადაწყვეტილება საზოგადოების უმრავლესობისა მათთვის არ მოსაწონი და ცდილობენ რომ რამენერად შეცვალონ ეს შედეგი. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება მიღწეული, რამე თუ ამის სანაცვლოდ დევს ქვეყნის უსაფრთხოება. სამწუხაროდ დიდი ბრიტანეთის მხრიდან ერთგვარად კამპანიური ხასიათი აქვს საქართველოზე შეტევას, სანქციების, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტის გამოყენებას საქართველოს წინააღმდეგ. ხედავთ, რომ ეტაპობრივად გარკვეული დროის გამოშვებით ერთი და იგივე მიზეზით ხდება სხვა ადამიანების დასანქცირება, რაც პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი იყოს საქართველოში შიგნით შექმნილი და ეს საკითხები იყოს შიდა პოლიტიკური განხილვების საგანი და რა თქმა უნდა ეს არის ის ნაბიჯი და ის ინსტრუმენტი, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ორ ქვეყანას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს და პარტნიორობას.